Microsoft Word 2016-ის ვიდეო გაკვეთილებს წარმოგიდგენთ მე გიორგი დათუკიშვილი და ახლა ვნახოთ თუ როგორ უნდა ჩავსვათ რაიმე ფორმის გამოსახულება. შევდივართ Insert menu-ში, ვირჩევთ ბრძანებას Shape და ეკრანზე თქვენთვის სასურველი ფორმის შერჩევის შემდეგ შეგიძლიათ მონიშნოთ ის კონკრეტული ობიექტი და მისცეთ ბრძანება, რომ ჩაჯდეს ასეთი ტიპის shape. როგორც ხედავთ, თითოეულ shape-ს, რომელიც ეკრანზე შეგვიძლია ჩავსვათ, მას აქვს თავისი რამდენიმე ტიპის ღილაკი. მაგალითად, ერთ-ერთი ტიპი ღილაკებისა გახლავთ აი ესეთი, ოდნავ მოყვითალო ფერის ღილაკები, რომელიც მოძრაობის შემთხვევაში ფორმას უცვლიან. კონკრეტულ shape-ს, აი მაგალითად ისარს უზდიან და ასე შემდეგ. აქაც შეგვიძლია ეს დავაპატარავოთ და ასე შემდეგ. მაგრამ დანარჩენი წერტილები კი უბრალოდ სტანდარტულად ზდიან მათ ზომაში. ასევე გეტყვით, რომ შესაძლებელია მარჯვენა ღილაკით ბრძანების მიცემა add text-ი. დადგებით და შეგიძლიათ აკრიფოთ, მაგალითად გიორგი დათუკიშვილი. ასევე გეტყვით, რომ შესაძლებელია აირჩიოთ ბრძანება wrap, square-ი მაგალითად და აი ამ square-ის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ მოუნიშნოთ და მიიღოთ ესეთი ცხრილი, როგორცაც აქ ხედავთ. და აი ამ ცხრილს ექნება ესეთი ფერის shape-ი და ამ shape-ს უკვე აქვს მარჯვენა მხარეს მორგებული ტექსტი. მოდით კიდევ ერთი shape-ი ჩავსვათ, მოვნიშნოთ და ავირჩიოთ shape, მაგალითად მთვარის ფორმის. აი ასეთი ტიპის. თუ დავატრიალებთ, ვნახავთ, რომ ის ფორმას შეიცვლის. თუ ამ კონკრეტულ სიმბოლოს დავაწვევით, ვნახავთ, რომ ის ნახევრად გაივსება, ამ პირიქით ახალი მთვარის სტატუსით წარმოგვიდგება, ასე ვთქვათ. ასევე გეტყვით, რომ მათზე შესაძლებელია მოქმედებების გაკეთება, ფერის ჩასხმა, ჩარჩო-კანტის შერჩევა, კანტის სიგანის მითითება, კანტზე, სიგანეზე მითითება თუ როგორი ტიპის იყოს, წერტილოვანი მაგალითად და ასე შემდეგ. ასევე შეიძლება ამ კონკრეტული shape-ისათვის ბრძანების მიცემა, რომ change shape-ი და გადაკეთდეს იგივე პარამეტრებით, ოღონდ ასეთი ფორმის shape-ად, ასეთად. თუ ორივე shape-ი გვინდა, რომ ერთ ჯგუფში მოვაქციოთ, მაშინ უნდა მოვნიშნოთ Ctrl კლავიშით 1 და მეორეც Ctrl კლავიშით, ორივე რომ მოინიშნება, დავაწვევთ მენიუში ბრძანებას group-ი. და უკვე გაერთიანდება ეს კონკრეტული ორი shape-ი ერთად. და შეგიძლიათ ერთად ამოძრავოთ და ფერის ჩასხმის დროსაც ერთნაირ ფერს მიიღებენ. აი მაგალითად ასე. ან ჩამოვშალოთ და აქ ჩვენთვის სასურველი ვარიანტი შევარჩიოთ, რომელიც მოგწონს. თუ ავირჩევთ კიდევ რომელიმე სხვა shape-ს ამ დიდი ფართო არჩევანიდან, ნახავთ, რომ შეგვეძლება მესამე shape-ის დახატვაც. და რა თქმა უნდა, გვახსოვდეს, რომ არის ბრძანებები send forward, backward და bring forward-ი, რომლის დახმარებითაც რამოდენიმეჯერ დაჭერის შემთხვევაში შევძლებთ მათ, ასე ვთქვათ, სასურველი ადგილის შერჩევას. ასევე შეგვიძლია დატრიალება მათთვის კუთხის, ასე ვთქვათ, შერჩევა. rotate-ი სხვადასხვა პროცენტების დახმარებით ან more rotate option-ი, სადაც შეგიძლიათ მიუთითოთ რამდენი პროცენტით გადაიხაროს, მაგალითად 45-ით და აი ასე გადაიხება. ასევე გეტყვით, რომ შეგიძლიათ ორივე shape-ი მონიშნოთ და ორივეს მონიშნის შემდეგ აირჩიოთ ბრძანებები, მაგალითად align center და ორივე ერთმანეთის ცენტრში გასწორდება. მადლობა ყურადღებისთვის.